პოლიციის ძირითადად აღარც ვეძახით ხოლმე ან საშუალოდ რამე, იმიტომ რომ მათგან იყო უკვე ერთხელ რომ თუ იძახით რომ არსად ეს ყველგან პოლიცია და არსად სამართალი, ამიტომ მოდით თქვენით მიხედეთ და ეს შემთხვევებიც გქონია და ვცდილობთ ხოლმე რომ ეს დაპირისპირებები ჩვენით მოვაგვაროთ რეალურად. თუ ისინი ჩათვლიან საჭიროდ ჩარევას, ერევიან, მაგრამ თუ არ ჩათვლიან ეს დაპირისპირება როგორც დაიწყება, ისე დამთავრდება ხოლმე ჩვენი მხრიდან, ანუ განმუხტვა ხდება ხოლმე. მათი მხრიდან ჩხრეკა ისევ მიდის, ისევ გვაქვს პრობლემები რაღაც ნივთების შეტანასთან დაკავშირებით. ჩვენი ორი სტუდენტი სკამის გამო დაიჭირეს, ილიაუნის სტუდენტი ტაშის დაკვრის გამო დაიჭირა პოლიციამ პარლამენტთან. მაგრამ ნუ სკამები ვიცი, ტაშის დაკვრის. აი ბიჭი იყო. გაიყო, ტაშს უკრავდა და ტაშები რომ სკამები რომ იქონდათ და სკამების გამო დაჭერილ გოგოების პოლიციელებს უკრავდა ტაშს და ამის გამო დააკავეს ლუკა. ხო, ნუ ესეთი შემთხვევები ბევრი გვაქვს, მაგრამ რას ვიზავთ, პროტესტის ნაწილია.